ტრამვაის ხაზი თბილისში დიდი დიღმის დასახლება მეტროსადგურ დიდუბეს დაუკავშირდება. სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულებულია. დოკუმენტაცია 4 უცხოურმა კომპანიამ წარადგინა. აქედან 3 თურქეთში, 1 კი ჩინეთშია რეგისტრირებული. მარიამ მელაშვილი გიამბობთ. მასშტაბური სატრანსპორტო პროექტი დედაქალაქში. ტრამვაის ხაზი, რომელიც დიდუბესა და დიდ დიღომს დააკავშირებს, უკვე დაგეგმვის ეტაპიდან პრაქტიკულ ფაზაზე გადადის. პროექტირებისა და მშენებლობის ტენდერი დასრულდა. სატენდერო დოკუმენტაცია თბილისის მერიას 3 თურქულმა და 1 ჩინურმა კომპანიამ წარუდგინა. 3 წელიწადში დიდუბის მეტროდან დიდ დიღმამდე გზა ტრამვაის საშუალებით უფრო მარტივი და სწრაფი იქნება. ტენდერი გამოცხადებული იყო აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების, ADB-ის შესყიდვების შესაბამისად. 4-ვე პრეტენდენტი წარმოადგენს საკმაოდ მსხვილ და გამოცდილ კომპანიას, რომლებსაც არაერთი ანალოგიური პროექტი აქვს განხორციელებული. მას შემდეგ, რაც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, ხელი მოეწერება ხელშეკრულებას 26 თვის ვადაში პროექტი უნდა იყოს დასრულებული. თბილისის მერია წარდგენილ დოკუმენტაციას 1 თვის ვადაში შეისწავლის. ამის შემდეგ გავიგებთ თუ რომელი უცხოური კომპანია უზრუნველყოფს ტრამვაის ხაზის მშენებლობას. ახალი ტრანსპორტის ხაზის სიგრძე 7,5 კილომეტრი იქნება. პროექტი ასევე ითვალისწინებს 11 გაჩერებისა და ტრამვაის დეპოს მოწყობასაც. იმ კომპანიებს შორის, რომლებიდანაც იქნება სრულად დაკმაყოფილებული დოკუმენტაციის შესაბამისობაში იქნება შემდგომ უკვე უპირატესობა მიენიჭება ფასს, რომელიც კომპანიისგან იქნება ყველაზე უფრო დაბალი ფასი წარმოდგენილი. ტრამვაის ხაზის მშენებლობა სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებასთან ერთად მოქალაქეების მეტად კომფორტულ, სწრაფ და უსაფრთხო გადაადგილებასაც უზრუნველყოფს. ნაკლები გამონაბოლქვი და სუფთა გარემო ეს ელექტროტრანსპორტის კიდევ ერთი სარგებელია. დიდი დიღმის დასახლება საკმაოდ დიდი დასახლება არის, შესაბამისად დიდი მნიშვნელობა აქვს მგზავრების შესაძლო მოკლე გამოყვანას და საერთო სატრანსპორტო ქსელით სარგებლობის უზრუნველყოფას. ელექტროტრანსპორტი ეკოლოგიურად სუფთა არის, მინიმალური ზეგავლენა ექნება გარემოზე. დედაქალაქში ტრამვაის ხაზის მშენებლობა თბილისის მერიის 2026 წლის ბიუჯეტით ფინანსდება.